რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში ინტერრელიგიურ საბჭოთა სათათბიროს ხდომა შედგა. შეხვედრაზე საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა ტოლერანტობის ბაღში სკულპტურული კომპოზიციის დადგმაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სკვერში ძეგლის დამონტაჟებაზე ჩატარდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 12-მა მონაწილემ 17 ესკიზი წარადგინა. საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე კონკურსში შემოსული განაცხადები განიხილეს. მხარეების განცხადებით შერჩეული ესკიზი საზოგადოებისთვის 16 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი. ჩატარდა გაფართოებული სხდომა, სადაც სარეკომენდაციო ჯგუფის სამუშაო წარმომადგენლების შეხვედრა მოხდა შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაფართოებული შემადგენლობით. აქედან გამომდინარე, მინდა განაცხადოთ, რომ მონაწილეობა მიიღო შემოსული იყო ერთ წლის განმავლობაში 12 მონაწილეს 17 ესკიზი და საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება იქნა მიღებული სამუშაო ფორმატში, რომ 5 ვარიანტი იქნება წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფში განსახილველი, სადაც გამოცხადება 16 ნოემბრამდე, ასე ვთქვათ, საუკეთესო ვარიანტი, რომელიც შემდგომში მე ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდება სააგენტოსთან და გამოცხადება უკვე სკვერში, ასე ვთქვათ, გამარჯვებული წარმოდგენილი ვარიანტი.